მოგესალმებით კოლეგებო, როგორც აპარატი დასტურებს გვაქვს კვორუმი, შესაბამისად შეგვიძლია რომ დავიწყოთ ჩვენი კომიტეტის სხდომა, ამავდროულად შემოგვიერთდებიან ჩვენი კოლეგების კენჭისყრის დროსაც. ბატონ თორნიკე, გთხოვთ რომ წარმოადგინოთ. ჯერ დავამტკიცოთ დღის წესრიგი, ვინ არის მომხრე, ერთი საკითხი გვაქვს სულ, გათვალისწინებული. მადლობთ. ბატონ თორნიკე. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენი დაჩქარებული წესით. მადლობთ ბატონო თავმჯდომარე, კოლეგებო, დამსწრე საზოგადოება, აპარატის წევრებო, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ მესამე მოსმენით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს. მოგახსენებთ, რომ მეორე მოსმენის შემდგომ პროექტმა განიცადა, ასე ვთქვათ, რედაქციული, ტექნიკური ხასიათის შესწორებები, რომელიც არის უკვე წარმოდგენილი დარიგებულ ვარიანტში. შესაბამისად, თუ არ არის სხვა დამატებითი კითხვები, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის ის რედაქცია, რომელიც უკვე წარადგინება პლენარულ სხდომას. თუ კი არის, რა თქმა უნდა, შენიშვნები, მოსაზრებები, მზად ვართ, რომ განვიხილოთ. კოლეგებო, ასეთ თუ გაქვს შენიშვნები, არ არის მოსაზრებებიც ასეთი არ დაფიქსირებულა, ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ გქონდა დამატებითი კომუნიკაციაც, ცვლილებები არ განხორციელებულა, შესაბამისად შეგვიძლია რომ საკითხი განხილულად ჩავთვალოთ კომიტეტის აპარატის თანამშრომლებსაც არ აქვს განავითარი სხვა შენიშვნა. მადლობა ბატონ თორნიკე. მადლობა ყველა მხარეს, ვინც იყო ჩართული. კი, რამოდენიმე წუთით შეგვიძლია რომ ჩვენ გამოვაცხადოთ შესვენება, დავულოდოთ ორ კოლეგას და შემდეგ უკვე ჩავთავროთ კენჭისყრით.